კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. კურორტზე რამდენიმე ახალი სასტუმრო ამოქმედდა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობაც. 2025 წელს კურორტმა 25,000 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც დაახლოებით 19%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს. განვითარების პარალელურად კურორტი არაერთი პოპულარული მედია გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. გოდერძი პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destination-ის მიერ ევროპის საუკეთესო სათხილამურო უხთოვლიან მიმართულებად დასახელდა. წელს კი კურორტის ფოტო ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო გამოცემის გარეკანზე მოხვდა. ის პროგრესი, რაც კურორტს ამ ეტაპზე აქვს, ის რომ უკვე რეალურად კურორტზე გვაქვს მაღალი კლასის სასტუმროები, განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, ასევე განვითარდა ირგვლივ სოფლებში, ახლომდებარე სოფლებში საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კურორტზე. ის სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი, რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბუნება, რომელიც გამოარჩევს ჩვენ სათხილამურო კურორტს მთელ მსოფლიოში, არის გვაძლევს ძალიან დიდ პოტენციალს და პრიორიტეტს ვიყოთ წამყვანი სათხილამურო კურორტი. ძალიან მომწონს საქაურობა, ძალიან დიდი თოვლი მოდის ყოველ წელს. ასევე მომწონს ის, რომ ბევრი ტურისტი ჩამოდის ყოველთვის კურორტ გოდერძიზე და შესაძლოა ახალი ადამიანები გაიცნო. ძალიან კარგია, რომ ფესტივალები იმართება პერიოდულად, შეგიძლია მონაწილეობა მიიღო და სხვადასხვა პრიზი მოიგო. ძალიან პერსპექტიული კურორტია და ვფიქრობ, გუდაურსაც კი აჯობებს.